ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია, როგორც ტურისტულ კომპანიებში, ისე სერვისის მიმწოდებელ სხვა სექტორებში. საქართველო, რომელიც მიზნად ისახავს 4 სეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალფეროვანი გამოცდილების განვითარებას. ბოლო წლებში ექსტრემალური ტურიზმიც ყალიბდება მიმართულებად, რომელიც მზარდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სიახლე ენგურჰესზე იგეგმება, სადაც საქართველოში ყველაზე დიდი ზიპლაინის გახსნა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი, რაც უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტისა და მასშტაბური საინჟინრო ნაგებობის შერწყმით ვიზიტორებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. როგორ ხვდება ახალ ტურისტულ სეზონს ზიპლაინის ეროვნული ფედერაცია და როგორია მოთხოვნა ექსტრემალურ ტურიზმზე, გიორგი ჩინჩალაძე, ზიპლაინის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფება ჩვენთან სიახლეებზე სასაუბროთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან აქტიური სეზონი გეწყებათ და მინდა გკითხოთ, როგორ ემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, რა შეიცვალა ერთწლიან წრილში გასული ზაფხულიდან დღემდე, რა სიახლეებით ხვდებით და შემდეგ უკვე განსაკუთრებულად და აქცენტირებულად ვისაუბროთ ენგურჰესის ნაწილზე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. საკმაოდ კარგი სეზონი იყო შარშანდელი, წელსაც მოლოდინის შესაბამისად უკეთესი გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დინამიკა იგრძნობა იმის, რომ ზიპლაინით უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ზიპლაინის უსაფრთხოება სრულად არის ყველა მიმართულებით დაცული, რადგან ესე იგი არსებული დაახლოებით 15-17 მოქმედი ზიპლაინის ტექნიკურად გამართულობა და ესე რომ ვთქვათ უსაფრთხოება არის მაქსიმალურად დაცული. შესაბამისად ეს ტურისტებში იწვევს სრულნდობას, ანუ არ ხდება და არ მომხდარა ისეთი სახის ინციდენტები, რომელიც ამ სფეროს შეუქმნიდა გარკვეული სახის პრობლემებს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ზიპლაინის ყოველი მომდევნო წელი იქნება უფრო უკეთესი და უფრო მეტად საინტერესო ვიზიტორისთვის, რადგან იმატებს ინტერესი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად იზრდება ტურისტების რაოდენობაც. კი ბატონო, და ერთ-ერთი გარემოპირობებელი ფაქტორი ამ მიმართულების განვითარების არის ენგურჰესზე უდიდესი ზიპლაინის შეწყობა ხომ ჩვენს ქვეყანაში. მოგვიყევით პროცესზე, როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და რა დახვდება ადგილზე მისულ დაინტერესებულ ადამიანს. ესე იგი, ენგურჰესზე კეთდება სამხაზიანი ზიპლაინი, ერთდროულად ესე რომ ვთქვათ, სამ ვიზიტორს შეიძლება პარალელურ რეჟიმში დაშვება, რაც ყველაზე მთავარია უსაფრთხოების ნორმები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა ზიპლაინზე, აქაც თავიდან ბოლომდე არის სრულად დაცული. ყველაზე მაღალი ზიპლაინი იქნება სიმაღლით, ანუ სიგრძით ყველაზე გრძელი ვერ იქნება, თუმცა მასშტაბურობიდან გამომდინარე ის, რომ სიმაღლეთა შორის სხვაობა დაახლოებით 300 მეტრს აღწევს, ეს იქნება საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი, რომელსაც ამხელა მიწასთან სიმაღლეთა შორის სხვაობა და დაშორება აქვს. ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება, ეს იქნება საქართველოსთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, რადგან მსგავსი ტიპის ატრაქციონები სხვა ქვეყნებში და ვთქვათ უკვე ესე რომ ვთქვათ გამოსtildeულ და პრაქტიკაში უკვე აპრობირებულ ესე რომ თანამედროვეობასთან კარგად მუშაობს. აქედან გამომდინარე, მოლოდინები საკმაოდ კარგია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითქმის ყველაფერი დასრულებულია და დაახლოებით ერთი კვირის შუალედში იგეგმება აღნიშნული ზიპლაინის გახსნა. ვთვლით, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება საქართველოში და ეს მიმართულება, უშუალოდ ენგურჰესზე მოწყობილი ზიპლაინის მიმართულება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობას ამ მიმართულებითაც საკმაოდ დაინტერესებს, ანუ შეიძლება ესე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ესეც აღმოჩნდეს ადამიანის საქართველოში ვიზიტის დასაგეგმად. ანუ ჩვენი ქვეყანა უკვე მზად არის იმისათვის, რომ ტურისტები მოიზიდოს კონკრეტულად ექსტრემალური ტურიზმისთვის. მსგავსი ფაქტები რამდენად არის რომ გითხრათ, აი თქვენ ალბათ აწარმოებთ გარკვეულ მონიტორინგს, გამოკითხვას. კი, გეთანხმებით, ნახეთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. საქართველოში, როდესაც საბოლოო ჯამში აკვირდები დინამიკას, ეხლა რა სფეროშიც ჩვენ მოღვაწეობთ, როგორც არის მაგალითად ჯომარდობა, ზიპლაინები, თოკების პარკები და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის გარშემო, როცა გიწევს ესე რომ ვთქვათ, მუშაობა გიწევს ადამიანებთან
წარმომადგენლებთან, ვიზიტორებთან, მომხმარებლებთან, რომლებიც შენი სერვისით სარგებლობენ. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ყოველ წელს იმდენად კარგი სერვისის გაუმჯობესება და ესე რომ ვთქვათ მიწოდება ხდება, ანუ იზრდება ბაზარი, ვითარდება ვთქვათ ადამიანები, ვითარდებიან ინსტრუქტორები, ანუ უფრო მეტ გამოცდილებას ღებულობენ და უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისი არის ძირითად განმაპირობებელი, ხო? კი, გვიტყოდი რომ კი, აუცილებლად. კი ბატონო, და მინდა გკითხოთ, ძირითადად ვინ არიან მომხმარებლები, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ჭარბობს და ასევე ადგილობრივად რამდენად არის დაინტერესება, რამდენად არიან რისკიანები ქართველი მომხმარებელი. მოდი ესე სტატისტიკის მიხედვით რომ შევადაროთ, ანუ Zipline-ის საშუალო აი რო ავიღოთ მაგალითად 100 ვიზიტორი, 100-დან ვიტყოდი რომ 70%, ანუ 60-70% არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საშუალოდ 30-დან 40%-მდე არის საქართველოს მოქალაქე. ნუ ძირითად შემთხვევაში ინტერესდებიან ის ადამიანები, ვინც დაინტერესებულია ესე რომ ვთქვათ სპორტული აქტივობებით, უფრო რაღაც მეტ თავგადასავლებს ეძებენ, ხშირია ხოლმე შემთხვევები, როცა ოჯახებით გსტუმრობენ და ასე შემდეგ, ანუ ბევრი კარგი დადებითი მხარე აქვს. აი ექსტრემალური ტურის რამდენიმე მიმართულება აქვს, თქვენც ახსენეთ, ეს ყველაზე მეტად რომელი არის ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, რომელი იწვევს ინტერესს და ასევე გამოწვევები თითოეულ მათგანში თუ შეგიძლიათ გითხრათ რა არის. ნახეთ, საქართველოში ესე ვიტყოდი ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხა სამთო საკურორტო ზონებს არ ვეხები, იმიტომ რომ სეზონურობიდან გამომდინარე, მე იმაზე ვისაუბრებ, რაზეც პირადად ჩართული ვარ და მაქვს შეხება. ეს არის ძირითად შემთხვევაში, ესე რომ ვთქვათ, Zipline, ჯომარდობა და პარაპლანი. ვიტყოდი, რომ ამ სამი კომპონენტიდან სამივე საკმაოდ მოთხოვნადია, არის სამივე კონკურენტუნარიანი, ოღონდ არა ერთმანეთისთვის, ანუ თვითონ საკუთარი არსებული ბაზრისთვის, თუმცა ვიტყოდი, რომ დატვირთულობით, ანუ ყველაზე მეტად დატვირთვა მოდის Zipline-ებზე, რადგან უფრო მეტი გამტარუნარიანია, ესე რომ ვთქვათ, უფრო ნაკლები დრო ჭირდება ადამიანის, ესე რომ ვთქვათ, ჩაცმას, გაშვებას და დღის განმავლობაში უფრო მეტი ვიზიტორის მიღება შეუძლია Zipline-ს, ვიდრე ვთქვათ, საჯომარდო ბარნაკს ან ვთქვათ, რომელიმე პარაპლანის გუნდს, ესე რომ მივუდგეთ. კი ბატონო, გამოწვევებზე რას გვეტყვით? გამოწვევები, მოდი ესე ვიტყოდი, იყო საქართველოში. დღესდღეობით ბაზარი საკმაოდ დარეგულირდა, როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ადამიანების პროფესიონალიზმის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამივე მიმართულებით ყველა საკმაოდ ყურადღებით და საქართველოსთვის, ესე რომ ვთქვათ, უსაფრთხოდ ეკიდება ამ მიმართულებას, რადგან ეს არ არის მხოლოდ გასართობი ატრაქციონი, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, სადაც ესე რომ ვთქვათ, ვიზიტორი როდესაც შენთან მოდის, დამოკიდებულია აბსოლუტურად შენს დაგეგმარებაზე, იმიტომ რომ მაგალითად Zipline-ზე არის გარკვეული შეზღუდვები, როგორც წონის, ასევე რაღაც შეიძლება ადამიანი აკმაყოფილებდეს გარკვეულ ბარიერს და ვთქვათ რაღაც მისი ლიმიტი ჯდებოდეს წონით კატეგორიაში, რომელთაც შესაძლებელი იყოს გაშვება, ესე რომ ვთქვათ, სადგურზე, მაგრამ ნუ არის გარკვეული რიგი ფაქტორები, რის გამოც ხანდახან ხდება აი უსაფრთხოების ნორმები აბსოლუტურად დაცულია ყველა მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, სრულდება და კვალიფიციური კადრების ესე რომ ვთქვათ, ნაკლებობა არ გვაქვს. დარგის წარმომადგენლის მხრიდან როგორი არის შეფასება, რამდენად ვთქვათ, დასავლური სტანდარტების შესაბამისია რეგულაციები, რაიმე შეცვლის აუცილებლობას ხომ არ ხედავთ? ნახეთ, ჩვენ მოდული, რომელიც საქართველოში გადმოვიტანით, ეს იყო ევროპული და ამერიკული მოდული, რითიც დღემდე ხელმძღვანელობთ, გვაქვს საერთაშორისო ასოციაციებთან და ფედერაციებთან უშუალო კოორდინაცია და კომუნიკაცია, ვართ ასევე ასოციაციების Zipline-ის და ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, წევრები, სადაც თუ ხდება რაიმე ვთქვათ, სტანდარტის განახლება, ამაზე წვდომა ჩვენს გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ჩვენც რა თქმა უნდა ვამკაცრებთ შესაბამისად რეგულაციებს. კი ბატონო, გიორგი, საინტერესოა საქართველოს რომელი რეგიონია ყველაზე მეტად განვითარებული, ანუ გეოგრაფიული შესაძლებლობები რომელ რეგიონს აქვს ექსტრემალური ტურიზმის განსავითარებლად და რამდენად არის ეს არსებული პოტენციალი ათვისებული?
ვიტყოდი რომ ათვისებული სრულად არ არის. ვიტყოდი ჩვენ ტურისტული პოტენციალის საშუალოდ 30-40% გვაქვს ათვისებული. რაც შეეხება რეგიონებს, გამოვყოფთი განსაკუთრებით აჭარას და გამოვყოფთი მცხეთა-მთიანეთს, სადაც ვიტყოდი რომ ექსტრემალური ტურიზმის აღნიშნული სახეობები უფრო მეტად არის განვითარებული შედარებით სხვა რეგიონებთან. კი ბატონო და 4 სეზონის ტურისტული მიმართულება სწორედ ასეთია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება ტურიზმის ნაწილში. ექსტრემალური ტურიზმი რამდენად მოდის ამ დევიზის შესაბამისობაში, რომ გითხრათ, რომელ მიმართულებებშია შესაძლებელი, რომ თქვათ, აი 4-ვე სეზონზე იყოს ხელმისაწვდომობა. მაგალითად, პარაპლანის შემთხვევაში 4-ვე სეზონზე შესაძლებელია პარაპლანით ფრენა, ჯომორდობის შემთხვევაში სეზონური გვაქვს, რადგან ზამთარში მდინარეც ნაკლები მოდის და სიცივიდან გამომდინარე ტურისტები ფაქტიურად არ ინტერესდებიან და ასევე ვიტყოდი რომ ზიპლაინზე გარკვეული ობიექტები ან რომელიც მოწყობილია საქართველოში 4 სეზონზე მუშაობს და აქვს ის ვთქვათ მოცემულობა რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ტურისტს ისარგებლოს. შემიძლია დაგიზუსტოთ რომელ ლოკაციებზე გვაქვს 4 სეზონიანი. საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. ერთ-ერთი ზიპლაინი არის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილი, რომელიც არის 4 სეზონიანი. და ზაფხულში ალბათ ყველაზე უფრო აქტუალურია. ერთი არის თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილი, ასევე მარტვილის კანიონზე, ასევე სიღნაღში. ძირითადად ეს აღნიშნული ობიექტები სეზონის 4-ვე დროს მუშაობენ და არასდროს არ იკეტებიან. საინტერესო ასევე ფასების დინამიკაც თქვენს ნაწილში თუ იგეგმება ფასების ზრდა მომსახურებაზე და ასევე თუ არის განსხვავებული ფასი უცხოელი და ადგილობრივი მომხმარებლისთვის. ნახეთ, ზოგადად ესე ხდება, რომ ფასის დინამიკა არის 60-დან დაახლოებით 100 ლარამდე მერყეობს ამ შუალედში და ესე რომ ვთქვათ, ამ დინამიკაში ფასი მეტი ფიზიკურად არ გვხდება ბაზარზე. ფასებს რაც შეეხება ჩვენ ფასებს სამწუხაროდ ვერ ვარეგულირებთ, ეს კერძო კომპანიების, რომლებიც არის მათი ატრაქციონები, ისინი საზღვრავენ, თუმცა 100 ლარზე მეტი დინამიკა არავის არ აქვს. რაც შეეხება ფასის სხვაობას, კი, გარკვეული კომპანიები აკეთებენ ამ საქართველოს მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, შეღავაც და ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე განახევრებული ტარიფით სარგებლობს, ესე რომ ვთქვათ, ზიპლაინებში და აქვს მათ გარკვეული პრივილეგიები სხვა ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით. გიორგი, ექსტრემალური ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტზე მინდა გკითხოთ. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვათ, რამდენად ქმნის ის ამინდს ტურიზმის საერთო შემოსავლებში და პოტენციალს ვთქვათ რა მასშტაბით ხედავთ თქვენ და რა ტიპის ხელშეწყობაა საჭირო იმისათვის, რომ არსებული პოტენციალი სრულად ათვისდეს და ბუნებრივია ეს იყოს ეკონომიკურად მომგებიანიც. ეკონომიკურად მომგებიანი ვთვლი, რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე კერძო ბიზნესისთვის არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც წეგან აღვნიშნე, საკმაოდ გამტარუნარიანია ზიპლაინი და მალე ხდება ოპერირება, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად ბაზრის სწორად, ესე რომ ვთქვათ, დაგეგმარების შემთხვევაში და სწორად აღნიშნული ტურისტული პროდუქტის რეალიზების შემთხვევაში ვთვლი, რომ მომსახურების დონეც, ხარისხის და შემოსავალიც, როგორც კერძო სექტორის კომპანიების და ასევე სახელმწიფოს შემოსავლების დონეზე საკმაოდ კარგად აისახება და რა თქმა უნდა ეს დინამიკა მზარდი იქნება შემდეგი წლებისთვის და პერიოდისთვის. დარგი თუ საჭიროებს თქვენი შეფასებით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად დახმარებას და ზოგადი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ვთქვათ როგორია, რა მიმართულებით ისურვებთ თქვენ დამატებით ვთქვათ გაუმჯობესებას იმისათვის, რომ უკვე თქვენი ნაწილი განახორციელოთ. სახელმწიფოს მხრიდან მოდი ესე ვიტყოდი დამატებით ხელშეწყობას არ საჭიროებს იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაცია, გარკვეული სტანდარტი, რომელიც ვთქვათ ფედერაციას დამტკიცებული გვაქვს ყველა არსებულ მუნიციპალიტეტში და მერიაში დადასტურებულია და პირდაპირ ხელშეწყობა გვაქვს იმის, რომ აღნიშნული სტანდარტი ხელმძღვანელობს ყველა ზიპლაინმა. ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის გარკვეულ ზედმეტ ჩარევას არ საჭიროებს იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ნორმალურად არის აღნიშნული ბაზარი დარეგულირებული და კი ბატონო, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება, რეგულაციების შესრულება და აქ უკვე მოდის კვალიფიციური მუშახელის საკითხი, ეს რამდენად არის გამოწვევა თქვენ ნაწილში თუ ინტერესდებიან ახალგაზრდები და რამდენად შემოსავლიანია სეზონურობიდან გამომდინარე, ვთქვათ, ხომ არ არის ეს გამოწვევა, რომ ვერ აჩერებთ ვთქვათ კადრებს თქვენთან.
კადრები, ну ესე ძირითად შემთხვევაში კადრების როტაცია იშვიათად ხდება ხოლმე, რადგან ფაქტიურად მათი შემოსავლები ხშირ შემთხვევაში არის კომპანიის შემოსავლებზეც დამოკიდებული. საბონუსე სისტემა ძალიან კარგად მუშაობს, ანუ დასაქმებულ პიროვნებას ძირითად შემთხვევაში აქვს ფაქტიურად იმ შემოსავალზე რაღაც გარკვეული საბონუსე სისტემა მიბმული, რომელიც შესაბამისად აქვს კომპანიას. აქედან გამომდინარე, კადრების როტაცია ნაკლებია და ხშირ შემთხვევაში კადრები შენარჩუნებულია ხოლმე ძირითად შემთხვევაში ობიექტებს. თუმცა, როცა ხდება კადრების ცვლილება, ფედერაცია უცლებად ვახდენთ რეაგირებას, უამზადებთ ახალ კადრებს, შესაბამისი სტანდარტით და კვალიფიკაციის სტანდარტით ხდება მათი დასაქმება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საფხულში ალბათ ჩვენც და ჩვენი მაყურებლების დიდი ნაწილიც ვიქნებით თქვენი ობიექტების სტუმრები. მე მინდა რომ დაგპატიჟოთ თუ გვესტუმრებით ამ აუცილებლად, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებები ახლა ენგურჰესზე, სადაც ძალიან დიდ პროექტს იწყებს, დაგემშვიდობებით გიორგი ჩინჩალაძე, ზიპლაინის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ექსტრემალურ ტურიზმზე. ზაფხულის სეზონი მოდის და შესაბამისად ეს თემები აქტუალურია ჩვენი უქმეების დასაგეგმად.